გაუმარჯოს მეორედ. არ ჩავსულ ვარ, გადავწყვიტე რომ დღევანდელი დღე თქვენთან ერთად გავატარო. ოღონდ აი ესე გაიცა იმას რომ ამბობენ ხოლმე სტრიმერებს რო ეძახიან, ხო იცი? მთელი დღე რო ლაივში არიან და რაღაც. ესე ვიქნები, როგორც შევძლებ. ოღონდ არა ლაივში რა. არ ჩავსულ ვარ დაბლა, რადგან მივხვდი რომ ერთი საწყელი დამრჩა ასალაგებელი. შუქიანთია და რატოა ესეთი დაბალი ნათება? ესე აუწიო? კაი. ისინი ხარ გიშლით დღეს ნახერებია. ივანეს ერთი ჩემია. ეს ჯვარულის არის. აქ ერთი ჩემია. ჯვარულია ესა? თუ აკრიანი? ცეკვის ის არის. ესეც ჯვარულია. სტუდია. ესეც ჯვარულია, ეს ბარბარესი, იონესი და ჩემი. და ეს არის აკრიანის, ფერას საერთაშორისო ფესტივალის. ხო, არ გიშლით, არ მგონი. ძალიან მინდა რომ YouTube გამოცოცხლდეს ისევ. იმიტომ რომ რატომღაც YouTube-ის ვლოგებს ძალიან TikTok-მა გადაუარა. ანუ ადამიანი თუ YouTube-ში ერთობოდა ხოლმე თავის დროზე. ვის აქვს მამაპაპური მუთაკა? მუთაკები მაგრად მიყვარს და იქაც ხომ აქ ორი ცალი და ესეც. აი იმიტომ რომ ადრე რომ ვლოგერებს ხო უყურებდით არა, ეხა ერთმანეთსაც ვუყურებდით რა, ეხა მე ვუყურებდი ხოლმე მაგალითად და ეხლა რომ აი მეც რო და ყველაც რო TikTok-ზე გადავერთეთ სულ ყველანი და აღარ უყურებ. ანუ ის აღარც გიგდებს YouTube-ი აღარ გთავაზობს ვლოგერების ვლოგებს რაღაცა უფრო მუსიკებს უსმენ ხოლმე მაგალითად როდესაც ვალაგებ და ეგეთი თემა როდესაც არის რა. ეხლა საკითხაო ვლოგერი მოვწევდე, ბლოგერი. რა მეთქია რომ გადავავლო თვალი. ზოგი პასიურობს. აი მე რა გავაკეთე? ეგევე ჩავყარე ისე. მერტოჩი რო კინაღამ დაბლა მოვანთქივლე ყურის ჩხილების ის ბანკა თუ რაც აქვი. კიდე კაი არა მოიპნა მთლად. ხო და ზოგი პასიურობს. ზოგი ისევ აქტიურობს, ზოგი ნელთბილად. აი ესე რა, ანუ ხშირად ვერა, ხანდახან კვირაში ერთხელ რაღაცა და მაგის გამოც არის, რომ ცოტა YouTube-მა მოიწყინა, ქართულმა თორე რა ვიცი ქითახბერე. უცხოურებს არ უყურებ, მე ვლოგერებს ხარ. ენახო უნდა მესმოდეს, რომ გავიგო. უნდა გავასწოროთ 4 კუთხედად ეს ივანე თვითონ აალაგა და ნუ არა უშორე იყო საღამო და კაკაჩას. ხო და ამის მერე TikTok-ზე რაღაცეების ყურების ნაცვლად ჩართავ ისე ვლოგერებს და დავუბრუნდები ანუ იცი რას ვიზავ? დავუბრუნდები არ აქვს. ანუ იმას რო გამახსენდება და ვიკი. აი რო არ უნდა უღალატო იმას, რასაც შენ აკეთებ რა, რომ სხვებმაც გცენ პატივი, სხვებიც დაბრუნდნენ. შენ რო რაღაც არ მოგწონს, ჯერ შენ გააკეთე, აი ეგ მომენტია. დავდებდა იმ TikTok-ის და ქეთია გიდუნაშვილის ვიდეოების დამალვას და ასკროლვას და ბლოკვას, მაინც ვერ ვიღებ იმ სიამოვნებას იმ TikTok-იდან უკვე, სულ ესენი არიან. ავდგები და მასი არ ჯობია. სოლიდარობა, ქალა, სოლიდა გამახსენე. ეხლა უნდა განახოთ აუ რატოა ბსიბნელი? ეხლა უნდა განახოთ წიგნები ივანის რაც ვუყიდე. ასე ვიზავ და ჩავალდაბლე.
ანუ როგორც მივხვდი, ყველა სხვადასხვანაირ წიგნებს ყიდულობს ხოლმე აბიტურიენტებისთვის რა. ყველა სხვადასხვა იმის გამოშვებას. ხო და ერთ-ერთმა დამიწერა, რომ აბა რომელი ისქენიო და ეს არ არის. ეს თვითონაც ხო ალბათ მასწავლებელი. ეს არის თვალძე და გაფრინდაშვილის ქართული მართლმსაჯულების წესები და სავარჯიშოები. ანუ ეს წიგნი მეგონა, წიგნი არის რა, მაგრამ ეს არის რა უფრო სავარჯიშოები და ეგეთი. აი ესაა ქართულის. ფრჩხილები არა მაქვს, თორე აი ეს რო ხოლმე ASMR. ეს არის მათემატიკა. ეს ორი რატოა? ალგებრა გეომეტრია. ეს და ინგლისური არის 4. არა, ბოდიში 5. ეს ერთად არის, ეს როეული და წიგნი. ანუ 4 წიგნი გამოდის. ერთი ესაა. ეს და ეს. ამ ყველაფერში გადავიხადე 120 და რაღაც. თუ 140-მდე. და როულებშიც ეგრე. ანუ ვითომ არაფერი, წვრილმან, მსხვილმან, თანქარ, ყველაფრიან ამწიგნებიან და დაახლოებით 300 ლარი დაჯდა. ეგ ამბავი. ეს წავით აქ ცოტა მივკარმოვყარით ხელი. ანუ სტუმარი რომ მოვიდეს არ გამეკცევა. ტელეფონი ჩანთაში მიდევ, ჩანთაში კი არა ჯიბეში. წევედით ახლა გარეთ გავიხედოთ. წეღარაც ურეკე. აიმე. გარეთ თუ გამოვიგო გავნათდი. წეღარო ბარბარეს ურეკე და არ მიპასუხა, კიდევ ურეკე და არ მიპასუხა. იმედია ჩავიდნენ ისინი შრალები. მომშივდა. წუხელ არა. რა რომელი საათი იყო რა ვერმიშელი და ის რო გავაკეთე. ისევ სიამოვნე პიტნის ჩაით და ვერმიშელით რომ მე ძალიან მიყვარს ვერმიშელი. ძალიან. ოღონდ ჩაისთან ერთად. აი ხაი ვისაც ხალათზე აქვს გართულება. და ვინც იმას ამბობს რომ კაი ახალათი რა კაი. ანუ ადამიანები აი მაგალითად ნინომ ვერ ვიცმევ. მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი აი ხალათით ვლოგები როგორ უნდა დაიღო. კალო, ზახში ვარ. აი მე მაგიდის სტილო ხო არ ჩავაგდე. ცალხერში მაგიდის სტილო მეჭირა ჩავხეში ნაგავიდა ხოჭო. ანუ ვერ ხდება ეს ხალხი რომ სახში ხარ, სახში. იღებს ახლურ, ეგრეთ წოდებულ ახლურ ვლოგებს. და გელაპარაკება რომ ესო. ხალათით რატო ჩნდება? აუ რაღაც მომენტში რატო ჭედავს? თუ მეჩვენება მე. გადატვირთული არ არის. აუ ერთ წამი გავთიშო. რა ვიცი, წეს თან უნდა ჭედავდეს. ამ ტელეფონმაც რო გაჭედვა დაიწყო, კარგად ამქონია საქმე. სამი სოთა მაგნა. რა გჭირს? ასე. ეხლა უნდა განახოთ არა. ერთ-ერთმა მთხოვა რომ ინდაურები ხომ ყავ მე. ჩემმა ძმა მაჩუქა. 1, 2 ჩემმა თანამშრომელმა და მე თემუმრო ინკუბატორიდან გამოვიჩეკა წიწილები. გიორგისაც გამოვიჩეკა 1 ცალი ისა ინდაური კრუხმა. ხო და არა მაქვს ამის ინერვებიო და მაჩუქა ეს ინდაური. ის არის კანადური. თეთრი რო არის და გავზარდი აქ თემუს ბავშვებთან ერთად. ხო და ეხლა ისა ვიზუალურად მანახე რომელია კანადურიო. კანადური არის თეთრი. ეხლა ეს ყვითელია ჯერ.
პატარა. და კანადურის ნამდვილ კანადურ ჯიშის ინდაურებს რო იზრდებიან მამლებს, დედლებს, მამლებს ეს არ ვიცი დედალი თუ მამალი არ იტყობა ჯერ. აი აქ შუაში აქ შავი წერტილი, შავი ბუმბულები. და არ მოგატყუონ რა მოკლედ არის რომ ყიდიან უბრალოდ თეთრი ინდაურები რო არიან ან ნაჯვარია რაღაცა და ამბობენ ხოლმე რომ არის კანადური, მაგრამ არაა კანადური. ეხლა განახებთ ამ ინდაურს. ჩემი ინდაურია. მოდი ჩემი ინდაურო მოდი. დედას პატარა დინდაურია ესა. აი მე როდი წილი ხარ დედას სიხარულო. შენ მინ გაგაბრაზე მომეცი ლამაზი ფეხი ჩაგიხუტო. აი მე როგორი კარი რატო ტირი ხარ ჩემო პატარა. არა სიხარულო. არ დამასკლინტო შენ გასდა გახარება სუფთა ვარ დაბანილი და გარეცხილი. რა იყო შეგეშინდა? შენ მე ვერ ამცნობ ვინა ვარ? აი ეს არის კანადური ინდაური, ოღონდ არ ვიცი ეს ჯერ დედალია თუ მამალი. ეხლა იქ ამოეშვირება, ეთყობა უკვე. რაო, ჩემო ცხოვრება. ეხლა აუ იცი რა საცილო ხო? ეხლა ხო აქ ბეწვები. ბეწვები აქ ან ბუმბულები არა აქ. და ესენი რო გასცვიდება, რა სხვა დაყოლო. თავის, ანუ თავი რო უტიტულდებათ და ეს კიდე ერთხო ტიტულები აქ ინდაურებს. მაგ დროს ყივდებათ თავი. მართლა ოღონდ. და მაგ დროს მედალები და წამარი. თავიდან მეგონა რომ დამეხოცებოდნენ, მაგრამ ეხლა აუღიალღო. დედას ლამაზია, ლამაზ თვალება, რა ფერის თვალები გაქვს? აბა სიხარულო, მომხედე? რა ლამაზი თაგვის ფერი თვალები გაქვს, ბიჭო, თუ გოგო, აბა ბუმბული არა გაქვს ჯერ შავი. კარგი, კარგი. მოდი დახტი აქ ბავშვებთან. ნუ გეშინია. შიშარაში. ეი, საჭმელები დამაყარა ფეხები. დავარიგე ყურძნები. ხალხნო. აუ, იცი რა უნდა გითხრათ. რთველი ხო გქონდა რამდენიმე დღის წინ. ხო და დაწურეს და რაღაცა და რაღაც. და ვინც მიეხმარა და ვინც იყვნენ, რომ მიდიოდნენ თვითონ პარკში, ვულაგებდი ყურძენს რა ეხა. ხო და ვულაგებდი და ყველას ჩაულაგე ვინც ვიდეო და აბა არ დამჩე არ წახვიდე უჩემოთ სულ მაგას მაშევოდი და ღამე რო ავალაგეს უფრა რაღაცა დავწექი და ის თავში დამარტყა ყველას ხო ჩაულაგე და ჩემი მამამთილი ისე წავიდა ყურძენი არ გავატან ანუ ისე წავიდა ადამიანი რომ ყურძენი არ გავატან მე ხوار მირეკავდა და ვერ დავიდა აი მე იმ შოღამისას მომეშალა ჩემ თავზე ნერვები გუშინ მე მეორე დღეს თქვი ჩაიყო ჩემი მაზლი და ლაშას ვეუბნები გუშინ ვეუბნები ლაშას რომ ლაშა მე მგონი ბიძინას ყურძენი არ გავატანე მეთქი და ეხლა დღეს ველოდებოდი სხვათა შორის უნდა გავამწარო არ მომივიდა ყავას ერთად თავს ავთხო მე და ჩემი მამამ კვირაობით ხო და კოღო რაღაც დრო შენი კოღოობა ხო და ისაო ხო არ გაგიტანებიაო და გუშინო ქუჩას ჩაულაგეო და გავატანე მეო ხო და წეღან ჩაულაგე ნიკას და თორას მამი და ჩემთან გავატანე და ხვალე მე წავიღებ რამდენიმეს სამსახურში კიდე კაი ისინი დავრეცხე ტანსაცმელი ხვალე მე წავიღებ სამსახურში მე ცოტა შევჭერდე ეგ დაგასწარი სანამ ეხა შენ დაწერო ინდაური გაჭირა ხელები არ დაიბანე რი ეგ ინდაური დაბანილი მყავ
მე არა მაქვს პრობლემა და შენ უჟეჭამ ეკი არა ტკბილიან ხელებს ვერ მოვკიდებ ინდაურს თორე ინდაურიანი ხელი შევჭამ მართლა ოღონდ აქაც მოვედით აი ხა კი მირეკა მომდა მამიდა ჩემთან ჭორაობის დროს დავრეცხე ჭურჭელი ჩემ პატარა ბავშვებს ვაჭამე ყველაფერს ნაჭამი აქვს ეხა შემიძლია წყნარად დავჯდე მეც და ვჭამ მაგრამ ამისთვის სჭირდება კომპიუტერი გუში ძალიან მაგრად მეძინებოდა და ლაივის დროს უფრო ვთქვი რომ ვერ ანუ ეხა მეთქი ეშერეფის სიზმარს უნდა უყურო მეთქი სერიალს რომელსაც მე ვუყურებ გამეძინა ეშერეფის სიზმარს კი არ უყურე სიზმარი ვნახე მე ხოდე ხა მოვედი მისთვის რომ ეს წავიღო ეხა იტვისდება ის YouTube-ის ვლოგი მე შეერეფის სიზმარს ვუყურებ თქვენ კიდე ვლოგს ვუყურებთ მაგას რომ მორჩები უნდა ჩავასხა ტომატი რას მოვჭირში რომ შევჭამ რა ჩავასხავ ტომატს და რაც საქმე იქნება ისე ალაგ-ალაგ გასაკეთებელი გავაკეთებ ხო ისა ვიღაცას თუ კიდე გონია რომ დასაბანი ხელი დავდივარ არა დავიბანე ოღონდ იცი რატო დავიბანე კატა უნდა ავიყვანო ფისო დედას ლამაზი როგორ ეს რა მძინა რა ნეტა იცოდეთ ხარხნო გუშინ წირო დაიძინა აღარ არ გავიხიოთ წამო ცხოვრება ფისო დედი ფიები დავასხი ხო არ გინდა დედას ფიები არ გინდა ჩემო ლამაზი მე დედი და დაიძინე შეგიჭამენ სულ ჩემი კუნძი ეს ჩემი ლამაზი დე მიდი ჭამ ნახე იცი რამდენი გეძახე ძილის გუდა წათი მიდი ჩქარა დებილო ძილის გუდა დებილო აი ასე ეხლა ისე დაწვა დაიძინებს აი იცი რამდენი ვეძახე იცი რამდენი ვაბრახუნე მარა არ აღდგა ესე იგი ეს რო არის რა ქვია მოღრუბლული რო არის აი ესეთი ეხთან შუქი მინთია ხო და მაინც როგორ ჩაბნელებულად ჩანს ყველაფერი და ოთახებში რომ შედიხარ და გადიხარ ტელეფონი აღიქოს სიბნელეთ აღიქოს არა და სინამდვილეში მასი არ ბნელა ჭამე უკვე ჭამე და წადი ისევ დაწეკ და დაიძინე ვინ მამაძაღლმა გამეკითხეს ასე დილით ტრადიციაა ხოლმე როდესაც სახლში ვარ ყავა დავლიოთ მე და მამიდა ხოლმე იმანიქიდან მიაქედან თუმცა დღეს ყავა ორივე სარეული მქონდა და მე აქ ჭურჭელს ვეცხავდი და რა ხდება? всё არაფერია, ნუ ეს კაკლის ის გადმოვარდა, ჯამია თუ ისა და შეეშინდა კრუტებს. დაიპანა. მეთქი ძაღლი შემოვიდა და კარები დაცული იმისა, მაგრამ დალაგებული მაქვს ისე რომ არ შემოვიდეს. ის კარტოფილებს ვქნი და მე კიდე ჭურჭელს ვეცხავდი. ახლა მე ჩაის ავადუღებ. თქვენის ნებართვით
იმიტომ რომ ამამიც ჩაი უკვე უხდება. და ჩავთათ ეშერების სიზმარი. დროებით არ გემშვიდობებით. ვლოგს ამით არ გავთავებ. მე გავარკვე ბავშვები დამისვერდნენ თუ არა და გეტყვით. ხა ისა დუღდეს და კომპიუტერსაც შევერთებ, იმიტომ რომ დასატენი. ყველი მაქვს მცირე რაოდენობის ღა, ნახეთ. მეოთხედი მაქვს, ეს არის ჩემი თანამშრომლისგან ნაყიდი ყველი, ფირუზისგან ნაყიდი ყველი, სუფთაი, რა ვიცი, 1 გრამი რო არაფერი არ ურევია. არის უგემრიელესი. ხო და ხვალე რომ მოვალ ფირუზმან. ყველი შეკვეთა უნდა მოხდე და ნეტა არ მინდა მითხრა არ არისო. ყველი ძალიან მიყვარს. ეს ახლა კარგად არის გამოშველი, იმიტომ რომ რამდენი 3 თავი ვიყიდეთ რაღაც და მარე წყალი გავუკეთე. ყველის მუკბანგი, სათაურა დავაწერ. ყველის მუკბანგი. იმან ჭამა. აი. და მიდის დასაძინებლად. აი ეს გადმოცვიდა კაკალი. შეეშინდა თამარ. ძილის გვიდა. დავით. ახტა. მოგითა სუძალი თავაყი. საჭმელა თავაყირი სუძალი. ნინო წავიდა საზიარებლად. ხო და ნინო მეგეთან შიმშილს. ამიტომ დილას არ დავაძალე კაკასავით არ ავაყენე მეთქი იწექი და ტელეფონში იმაშვებოდა რა კულტურა და რაღაცეებს და დიდი ახლა გადაიწვრიკებ. მე ზიარების მერე ლაშა სეფსკოერს აძლევს ხოლმე. და კარგად არის ხოლმე. თორმე წაკლია 5 წუთი. ეს მე და ჩემი ნაცარა ვარ, ძალიან მიყვარს ეს ვიდეო კოლაჟია თუ არის. პიტნის ჩაის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მეზარება პიტნაზე გადასვლა. ამიტომ ჩემი ჭიქები ალაგია, იქ სუ არის ჩემი საკუთრება ჭიქები. და ჩავიხარ ხა ჩაის ფერს. ჩაის ფერი მაქვს ჩამოტანილი თურქეთიდან. სხვა შორის იქ ვითხრეს, რომელიც უფრო კაიაო, ანუ ნამდვილი ჩაის, თურქული ჩაი, ხო ბევრნაირებია, ზოგი არომატებით, რაღაც და არანაირი არომატით არ არის. ეს არის ჩაი, რომელიც შენ გინდაო. ხო და მაქვს ამაში. მადონას სერვისში. მე არ მიყვარს ესეთი ჩასაწობი ჩაები როა რაღაცე. აი ესე ვიღებ და ვიყრი. ეს გალაღლაღებული არ შემიძლია. ამას არ გემო. გავიმზადოთ ჩაიც, როგორც კოზი გვიდა. აი ეს კოზიც როგორ მოყვარს, 2 ცალი მაქვს ესეთი პატარა და ძელი კოზია და თაფლისთვის. რატომღაც მეგონა რომ ხარ იყო. თაფლის ამოსაღებად არის იდეალური. თან მყარია, მაგარია. წინაზე ნინოს კოზი ხო და გადაგრეხილია ეს ეჭირე გადატეხილივით. რა იყო მეთქი და თაფლი ამოიღო. აი ეს ეჭირო კოზი. ხო და ეს ძლევს მაგას. აბა ეხა ვისაც უნდა ჩაი დროზე ადექით და დაასყით. როგორ არის ხოლმე წინა მე რომ სუპი გავაკეთე ვერ მიშელიანი ისე იმდენი ლაპარაკე სუპზე იმდენი გისაო
აბდექე და მეც გავაკეთეო. წინაზე ჩაი მომინდაო. აბა ეხა ადექით. ამამინც ეს უხდება ხალხნო. ამამინც ეს უხდება. ამის დალევის შემდეგ უნდა გადახედო საქმის გადმოხედო. მიიხვიდე იმ დასკვნამდე რომ არაფერი არ გაფუჭდება თუ არ გააკეთე, წახვიდე დაწვეთ დაიძინე. ხო. უბრალოდ მე ადგე დაღლილი იერი, დაღლილი სახით რომ ვითომ ყველაფერი გააკეთე და თან არაფერი არ ეტყობა რა. ვიღაცა ეგეთ ოჯახის წევრებთან რომ არ შეცვლა გათხრაშულს გეძინა. და ვითომ აღარ შეგეძლო მოკლედ იმენი საქმე გააკეთე. აი სად უკეთებ ხალო. ნაუშნიკის ადგილას უკეთებ. მოკლედ მე მაგი დამოვიწყე. ეხლა დაგებშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე. იქნება ალბათ, რა ვიცი. მე ხო შევხვდით რომ დღეს თქვენთან ერთად იქნება.